მივახცევ ამ ტურნირში და მინდა რომ ეს ტურნირი ჩვენ გავიმართოთ. საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ეთნოგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა მოზარდებმა ხალხური ტრადიციების თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. სტუმრები გაეცნენ ხალიშისა და ფარდაგის ქსოვის, თექის მოთოვისა და ქარგვის ტექნოლოგიებს. გამოფენას აზეიმო ვითარებაში ხალხური მელოდიებისა და კოსტიუმების თანხლებით გაიხსნა ღონისძიებას კულტურის მინისტრი ნიკოლო ზრუროვაც დაესწრო. გამოფენა აი ამ პატარების ხალხური რეწვის პატარა ოსტატების ნამუშევრებისა, რაც არის ძალიან ლამაზი პირველ რიგში, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესენი ხალხური რეწვის მეთოდებს თუ ამასაკიდან ისწავლიან, ამ მეთოდებს დაკარგვა არ ემუქრება. ულამაზესი რაღაცებია, ფარდაგები, ნაქარგები, თოჯინები, თექა, ეს ყველაფერი მით უმეტეს ახლა ჩვენთვის ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ვაპირებთ სუვენირების ინდუსტრიის შემდეგ საფეხურზე აყვანა. გამოფენაზე წარმოდგენილია სახლის ახსნაზრდელების ეთნოგრაფიის კაბინეტის წარმომადგენლების ნამუშევრები და ახლობით 100-ზე მეტი ნამუშევარია გამოფენილი. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება იქნება საფუძველი ყოველწლიური საგაზაფხულო გამოფენის და მოზარდთა სტიმულირების მიზნით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ კაბინეტში ვსწავლობთ ხალხურ ხელსაქმეს, ასევე ვსწავლობთ თოჯინების შექმნას, თექის დამუშავებას და ყველა იმ ტრადიციულ ხელსაქმეს, რაც არის საქართველოში.